სავსებით აშკარაა, რომ დროს მიმართულება აქვს. უგულისხმობთ, რომ წარსული მომავლისგან ბევრი რამით განსხვავდება. წარსულში ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, მომავალში მოხუცდებით. წარსული გვახსოვს, მომავალი არა. სიურპრიზი ისაა, რომ წარსულსა და მომავალს შორის განსხვავება ფიზიკის ღრმა კანონებში არ არსებობს. რეალურად დრო ძალიან ჰგავს სივრცეს. თუ კოსმოსში სკაფანდრით იფრენთ, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ განსხვავება არ იქნება. ანალოგიურად, ფიზიკის კანონებში არ არსებობს არსებითი განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის და ეს ფაქტი აღარ არის ჩვენთვის საიდუმლო. ვიცით, რომ რეალურ სამყაროში ჩვენ არ ვართ შექმნილი მხოლოდ ერთი ან ორი ნაწილაკისგან, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან. არამედ ვართ რთული ერთობლიობა მრავალი ნაწილაკისა, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უწესრიგოები ხდებიან. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ენტროპია იზრდება. საინტერესო ისაა, რომ წარსულსა და მომავალს შორის ყველა განსხვავება საბოლოოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ენტროპია წარსულში უფრო მცირე იყო და იზრდება. ეს თერმოდინამიკის მეორე კანონია. სამყარო მოწესრიგებული იყო და სულ უფრო უწესრიგო ხდება და ეს არცაა გასაკვირი. უწესრიგობების ბევრად მეტი გზა არსებობს, ვიდრე წესრიგის. გასაკვირი ისაა, რომ სამყარო თავიდანვე დაბალი ენტროპიის იყო. თუ დიდ აფეთქებას დავუბრუნდებით, 13.7 მილიარდი წლის წინ სამყარომ არსებობა უაღრესად მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაიწყო. ასე რომ თანამედროვე კოსმოლოგები ახლა ცდილობენ გაიგონ, რატომ იყო ადრეული სამყარო ასეთ ზუსტ მდგომარეობაში, რატომ იყო ასეთი დაბალი ენტროპია. როგორც კი ამას გავიგებთ, სრულიად გასაგები გახდება ჩვენთვის, თუ რატომ არის გადაჭიმული დროის ისარი წარსულიდან დღემდე და მომავლისკენ.